იგივე პრობლემა რაც აფხაზეთთან დაკავშირებით არის, გვაქვს საბჭოთა წარსულთან დაკავშირებით. ერთი მხრივ ის ადამიანები, ვინც ცხოვრობდნენ და ცნობიერი ცხოვრება გაატარეს საბჭოთა კავშირში, მათ არ გადაუაზრებიათ ეს პერიოდი, მათ არ ქონიათ სერიოზული სიღრმისეული დისკუსია ამ თემთან დაკავშირებით. არ შეუხედავთ უკვე სხვა პერსპექტივიდან, შესწავლილი პერსპექტივიდან, რომ აი ნახეთ რა ხდებოდა, აი ესეთი მედია გარემო იყო, სივრცე იყო. ხო, დახსოვთ თავის ცოცხალი ემოციები როგორც გამოიარეს და მეორე მხრივ ყავს თაობა, რომელსაც საერთოდ არ იცის და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში. მან ჩვენ ძალიან პრიმიტიულად ცუდი გზა ავირჩიეთ. ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომ საბჭოთა კავშირი იყო ცუდი. და ჩვენმა მეგობარმა თქვა საინტერესო ფრაზა, რომ კი, ცუდი იყო, მაგრამ ეგ ნიუანსებია. ანუ უნდა ჩაუღრმავდე, დეტალებს უნდა შეისწავლო და ცუდი იყო და მორჩა, ეგრე მარტივად ვერ გამოძვრები. ანუ ეს არის სერიოზული ფენომენი, რომელსაც ჩვენ ყველა მოვდივართ და ჩემზე და ჩვენზე უმცროსებზეც დიდი გავლენა აქვს საბჭოთა კავშირში და ჩვენშიც არის რაღაც საბჭოთა. ჩვენ თუ ამას არ შევისწავლით და არ გავიაზრებთ და არ გადავიაზრებთ, მაშინ სულ ერთ და იგივე პრობლემები გვექნება. და ამის ფონზე ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც კვლევარებს, რომლებიც ისე ცოტა არიან, სერიოზულ კვლევარებს ამ თემაზე მუშაობენ, არქივებზე წვდომას უზღუდავს და თითქოს ხელოვნურად ხელს უშლიან იმ პროცესს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში წავიდეს ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია.